201 to 205, you there? Go ahead, 201. ერთ დღეს გემი გაუჩინარდა. მე კიდევ ბრუნდა. სრულიად უნებელი, მაგრამ შიგნით ერთი ადამიანიც არ იყო. დღეს ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს გავეცნობთ და გაიგებთ ერთ საინტერესო მეცნიერულ ვერსიას, რომელმაც შეიძლება ეს ამბავი საბოლოოდ ახსნას. მაგრამ ჯერ თქვენას ფიქრობთ. არის დედამიწაზე ეგრეთ წოდებული დაწყევლილი ადგილები. თუ ყველაფერს ახსნავს, დაწერეთ კომენტარებში. ასევე არ დაგაუწყდეს გამოიწერო არხი და გააქტიურო ზარისხი ლაგი. დავიწყოთ. 1945 წლის 5 დეკემბერი იყო. ფლორიდიდან 5 ამერიკულმა საბრძოლო თვითმფრინავმა, რომლებიც ერთად გაფრენა 19-ით იდენტიფიცირდებოდნენ, სასწავლო ფრენა დაიწყო. ამინდი კარგი იყო, საწოვი საკმარისი და ყველა მფრინავი გამოცდილი. რამდენიმე საათში კი ყველა თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. რადიო მესიჯები უცნაური და დაძაბული გახდა. ერთმა მფრინავმა დაიძახა, დასავლეთს ვერ პოულობთ. ყველაფერი არასწორად გამოიყურება. მერე კი სიჩუმე. მაშველიც გაუჩინარდა. საბოლოო ჯამში 6 თვითმფრინავი და 27 ადამიანი უკვალოდ გაქრა. ეს უბრალოდ ტრაგედია არ იყო, ის ლეგენდად იქცა. ბევრი ხვდის ამ შემთხვევამ ბერმუდის სამკუთხედის ლეგენდა შექმნა, მაგრამ რა სიტყვით თუ გაიგებთ, რომ ფრენა 19 არავითარ ზებუნებრივ ძალას არ გაუნადგურებია, არამედ უბრალოდ შეცდომებმა და არასწორად გაგებულმა მეცნიერულმა ფაქტებმა. საიდუმლოებები ხშირად იწყება არეულობით, მაგრამ არსებობას მაინც აგრძელებენ, რადგან ხალხი მარტივ ახსნებს ყურადღებას არ აქცევს. ეს ამბავი არასდროს ჩნდებოდა ლოგიკაში. ბერმუდის სამკუთხედი უბრალოდ უცნაურ ადგილას არა, ძალიან საშიშ ადგილას მდებარეობს. ის მოიცავს დაახლოებით 1.3 მილიონ კვადრატულ კილომეტრს ფლორიდას, ბერმუდასა და პუერტო-რიკოს შორის. ეს ოკეანის მონაკვეთი პრობლემური ზონაა. რატომ? ის ემთხვევა გადაზიდვების მთავარ მარშრუტებს, მდებარეობს ქარიშხლების ზოლში და ახლოს არის პუერტო-რიკოს ღრმულთან, რომლის სიღრმე 8000 მეტრზე მეტია. კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ კომპასები აქ ხშირად არასწორად მუშაობს, რადგან ამ რეგიონში მაგნიტური ჩრდილოეთის ნაცვლად ზოგჯერ სწორედ ჭეშმარიტ ჩრდილოეთთან ხდება ხაზზე გასწორება. მაგალითად, თუ მფრინავს თანამედროვე ტექნიკა არ აქვს, ეს ადგილი უკვე თავისთავად საშიშია და რომ დაამატოს სწრაფად ცვალებადი ამინდი, ძლიერი დინებები და ცუდი ხილვადობა, მიიღებ არა საიდუმლოს, არამედ უბრალოდ ბუნებრივ არეულობას. სანამ მსხვერპლანეთებზე გადავიდოდეთ, უნდა გავიგოთ, რამდენად ქაოტურია ეს რეგიონი სინამდვილეში. საფრთხე ჩვენს თვალწინ იმალება. როგორ შეიძლება გემი დაბრუნდეს სრულიად დაუზიანებელი, შიგნით კი არც ერთი ადამიანი არ იყოს. ეს სწორედ ის არის, რაც მოხდა კეროლ დირინგთან 1921 წელს. ეს იყო დიდი ელქნიანი გემი 5 ანძით. ბერმუდის სამკუთხედის გავლის შემდეგ ის ჩრდილოეთ კაროლინას მახლობლად გაიჭედა. როცა მაშველები მივიდნენ, ქურაზე ჯერ კიდევ მზადდებოდა საჭმელი, მაგრამ ეკიპაჟი გაუჩინარებული იყო. ასევე გამქრალი იყო ნავები, წაღებული იყო გემის ჟურნალი და ვერც ერთი სხეულის პოვნა ვერ შეძლეს. ეს ერთადერთი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. წლების განმავლობაში არაერთი ასეთი მოჩვენება გემი გამოჩნდა ტექნიკურად გამართული, მაგრამ ეკიპაჟის გარეშე. ზოგი ამბობს, რომ ეს იყო ამბოხი ეკიპაჟში. სხვები მეკუბრეებს ადანაშაულებენ. მაგრამ როდესაც რამდენიმე გემი გაუჩინარდება მშვიდამითში, გასაკვირი არ არის, რომ ხალხი ზებუნებრივ ვერსიებს ეძებს. დასკვნა ისაა, რომ ოკეანეში ხშირად სიჩუმე უფრო საეშია ვიდრე ქაოსი. არადროს ენდუ კომპას თვალდახუჯული, განსაკუთრებით ბერმუდის სამკუთხედის სიახლოვეს. ეს იმიტომ, რომ დედამიწის მაგნიტური ველი არ არის სტაბილური, ის გადაადგილდება. ბოლო 100 წლის განმავლობაში მაგნიტურმა ჩრდილოეთმა 2000 კილომეტრზე მეტი გაიარა და ახლაც ციმბირისკენ სწრაფად მიიწევს. როდესაც გემები ან თვითმფრინავები ამ რეგიონში მეტისმეტად ეყრდნობიან მაგნიტურ მაჩვენებლებს, სადაც ცვლილებების სწრაფად და უცნაურად იცვლება, ნავიგაცია შეიძლება უეცრად გახდეს არასანდო. მე-20 საუკუნის შუა პერიოდში მფრინავები ხშირად ბრუნავდნენ წრეზე, ანდაც სახლში დაბრუნების ნაცვლად ღია ზღვისკენ მიფრინავდნენ. GPS-მაც კი შეიძლება მცირე ხნით გაჭედოს ამ ზონაში, მზის აქტივობით გამოწვეული გეომაგნიტური დარღვევების გამო. ნავიგაცია ურევს არა ჯადოსნობის გამო, არამედ იმიტომ, რომ თვითონ დედამიწა მუდმივად მოძრაობს. რუქა არასოდეს არის სტატიკური. ბერმუდის სამკუთხედის სიღრმეში რაღაც საშიში იმალება, პირდაპირ მნიშვნელობით. მეცნიერებმა ოკეანის ფსკერზე აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით მეთანის აირი, რომელიც იქ გაყინულ მდგომარეობაშია. როცა ეს გაზის ბუშტები სკდება, ისინი წყალსაც ამსუბუქებს. თუ კი გემი ასეთ ზონაში მოხვდება, ის შეიძლება პირდაპირ ჩაიძილოს, არც ქარიშხალი, არც გაფრთხილება და არც ნამცხრობები. ლაბორატორიულმა ცდებმა აჩვენა, რომ ეს ნამდვილად შეიძლება მოხდეს. გემები სტაბილურობას კარგავენ, ძრავები ითიშება და ხომალდები წინააღმდეგობის გარეშე პირდაპირ შუა ოკეანის გულში გარგებიან.
ეს შეიძლება სამეცნიერო ფანტასტიკას გავდეს, მაგრამ ეს ფაქტია, რომელსაც მეცნიერები სწავლობენ. და ყველაზე უცნაური ის არის, რომ მეთანის ამოფრქვევისას ზედაპირზე თითქმის არანაირი კვალი არ რჩება. რაღაც, რაც ზედმეტად არაბუნებრივად გამოიყურება, შეიძლება უბრალოდ გაზის მიერ გამოწვეული ბუნებრივი მოვლენა იყოს. იმისთვის, რომ ბუნება საშიში დარჩეს, ზებუნებრივი ძალები არ სჭირდება. წარმოვიდგინეთ წყლის კედელი, რომელიც 10 სართულიან შენობაზე მაღალია და წყნარი ოკეანის შუაგულში ემხობა. აი ასეთია მომთაბარე ტალღა. ადრე ის ხალხს მეზღვაურების მოგონილი ეგონა. მაგრამ ზოგჯერ ისინი 30 მეტრზე მაღალს აღწევდა. 90-იან წლებში სატელიტურმა მონაცემებმა დაამტკიცა, რომ ეს ტალღები რეალურია და ბერმუდის სამკუთხედი თავისი შემხვედრი ოკეანის დინებებითა და შტორმებით უბრალოდ იდეალური ადგილია ამ ტალღების ფორმირებისთვის. თუ გემები ტალღების ჯახების ზონაში მოხვდება, ის წამებში გადაბრუნდება. ოგან კი მხოლოდ ზეთის ლაქა და გაუგებრობა დარჩება. თანამედროვე სამგზავრო და სატვირთო გემები ახლა ისე აშენებული, რომ ასე ტალღებს გაუძლოს, მაგრამ პატარა ნავებს ან დაბლან ფრინავ თვითმფრინავებს ასე არ უმართლებთ. ეს არაა ზღვარი, ეს არის მათემატიკა. ამიტომ ძალიან ცუდი იყვალი. ოკეანე წესებით არ თამაშობს. ხშირად ყველაზე საშიში საიდუმლო ის არის, რომელსაც ჩვენ თვითონ ვქმნით უნებლიეთ. როდესაც ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებულ შემთხვევებს სპეციალისტები იკვლევენ, ისინი ხშირად ერთ მნიშვნელოვან დეტალს ამჩნევენ: ადამიანურ შეცდომას, დაღლილობა, გაუმართავი კომუნიკაცია, არასწორი გადაწყვეტილებები ან გადაჭარბებული თავდაჯერება. ეს ყველაფერი მრავალი გაუჩინარების მიზეზი გამხდარა. უბრალოდ საკმარისია გავიხსენოთ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ციკლოპები, უზარმაზარი საზღვაო ხომალდი, რომელიც 1918 წელს უკვალოდ გაუჩინარდა. მასზე იმ მომენტში 309 ადამიანი იმყოფებოდა და არც ერთი აღარ გამოჩენილა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ შტატების საზღვაო ძალების ციკლოპების გაუჩინარებამდე უკვე არსებობდა სერიოზული პრობლემები. გემი იყო გადატვირთული, სტრუქტურულად სუსტი და შესაძლოა არ გაუმართლა და რთულ ამინჩიც მოხდა. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ხალხს მაინც ურჩევნია იფიქროს რაღაც დიდ და ზებუნებრივ მიზეზზე, რადგან ადამიანური შეცდომის დანახვა ბევრისთვის უფრო რთულია ან მოსაწყენი. როდესაც ბუნებას, ამ შემთხვევაში კი ოკეანის სათანადოდ არ ვაფასებთ, ის მკაცრად გვჭირს. გაფრთხილების და მეორე შანსების გარეშე, ზოგჯერ უცნობი უბრალოდ შეცდომაა, რომელიც საიდუმლოს სახეს ატარებს. ანუ გამოდის, რომ ლეგენდის ნახევარი ჩვენ თვითონ შევქმნით. თქვენ აღარ ხართ ფრინავები, უფრო სისტემების შემოწმებელი ხდებით, ამბობს ავიაციის ექსპერტი დეივიდ სოუში. და სწორედ აქ არის პრობლემა. ძველი ავტოპილოტები, განსაკუთრებით მე-20 საუკუნის თვითმფრინავებში ყოველთვის საიმედო არ იყო. როდესაც ამინდი სწრაფად იცვლება, ხანგრძლივი ფრენები ზღვაზე, სადაც გარემო თითქმის არ იცვლება, მფრინავებს აკნინებს. ისინი ეყრდნობიან ტექნოლოგიას და ნაკლებ ყურადღებას აქცევენ საკუთარ უნარებსა და გამოცდილებას. ბერმუდის სამკუთხედის არაერთი შემთხვევის დროს, მაგალითად 1971 წლის კომერციული DC-3-ის გაუჩინარებისას, ამინდმა შესაძლოა არია ავტოპილოტი. ეს კი შედეგად იწვევდა თვითმფრინავის მარშრუტიდან გადახრას, რასაც მფრინავები ხშირად ვერ ხვდებოდნენ მანამ სანამ უკვე გვიანი არ იქნებოდა. დღევანდელი თანამედროვე სისტემები უსაფრთხოების სპეციალურ მექანიზმებს შეიცავს, მაგრამ ადრინდელი ავიაცია ასეთ ძლიერ დაცვას არ გვაძლევდა. საიდუმლოება არა ცაშია, არამედ იმ პროგრამაში, რომელიც ცაში მიგვიწვის და სამწუხაროდ მფრინავებიც ამას ვერ ამჩნევდნენ. იცოდით, რომ ბერმუდის სამკუთხედი ერთადერთი საიდუმლო ადგილი არ არის. მსოფლიოს სხვა მხარეს, იაპონიის ახლოს არის ერთი რეგიონის სახელად დრაკონის სამკუთხედი. მასაც თითქმის იგივე ისტორიები აქვს. გემების გაუჩინარება, თვითმფრინავების დაკარგვა და უცნაური ისტორიები დროის ცვლილებასა და იდუმალ ნისლზე. 1952 წელს იაპონიამ ეს ტერიტორია ოფიციალურად საშიშ ზონად გამოაცხადა, რადგან ამ ადგილას 5 სამხედრო გემი უკვე გაუჩინარდა. ბერმუდის და დრაკონის სამკუთხედები მსოფლიოს ორ სხვადასხვა მხარეზე მდებარეობს, თითქმის ერთმანეთს ზუსტად აქცევენ ზურგს და ეკვადორიდან მსგავსი მანძილით არიან დაშორებულნი. ორივე რეგიონის ახლოს მდებარეობს წყალქვეშა ვულკანები და ღრმა ოკეანური ღრმულები. ეს არ არის ჯადოქრობა, უბრალოდ დედამიწის გეოგრაფია, რომელიც მეორდება სხვადასხვა ადგილებში. ორი ოკეანე, ერთი ფენომენი. ზღვას არ სჭირდება ზღაპრები და ლეგენდები, რომ საშიში იყოს. ცივი ომის დროს კუბა და ამერიკის შეერთებული შტატები საიდუმლო ომს აწარმოებდნენ რადიოტალღებზე. სამხედრო ჯამერები და საიდუმლო სადგურები ბერმუდის სამკუთხედის შუაში ქმნიდნენ ზონებს, სადაც რადიოკომუნიკაცია საერთოდ აღარ მუშაობდა. მფრინავები ხშირად კარგავდნენ კავშირს ფრენის დროს. ისმოდა გაურკვეველი სიგნალები, ქრებოდა რადიონიშნულები და პრობლემები იქმნებოდა კომპასებთან. ერთ-ერთი ცნობილი შემთხვევა დაკავშირებულია 1970-იანი წლის მფრინავთან.
ის ამბობდა, რომ ელექტრონულ ნისლში მოხვდა. ის გამოც დაფრინდა გეგმური მარშრუტიდან 300 კილომეტრში. თან ისე, რომ საწვავის ჩვეულებრივ რაოდენობას არ გაცილებია. ეს დროში გადაადგილება იყო? ალბათ არა, მაგრამ ელექტრომაგნიტური დაბგოლება სრულიად შესაძლებელია. ცივი ომის დროს რადიოშფოთი შეიძლება ზებუნებრივ მოვლენადაც მიგვეღო. წარმოიდგინე გემი, რომელიც ჩაძირულია არა ფსკერზე, არამედ პუერტო-რიკოს ღრმულში, ატლანტიკის ოკეანის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა წერტილში. ეს ღრმული 8000 მეტრზე მეტს აღწევს და სრულიად სიბნელით არის მოცული. როდესაც გემი იქ ჩაიძირა, არც ნამსხვრევები ამოტივტივდა ზედაპირზე და არც ზეთის ლაქამ დაფარა წყალი. მხოლოდ სიჩუმე. ესაა მიზეზი, რის გამოც ბერმუდის სამკუთხედი განსაკუთრებულად იდუმალ და საშიშ ადგილად ითვლება. ის მდებარეობს დიდ წყალქვეშა კანიონთან, სადაც დაკარგული თითქმის შეუძლებელია იპოვა. ამ ადგილას ხშირად კვლევები უშედეგოა, არა იმიტომ, რომ ზებუნებრივი ძალები მოქმედებს, არამედ იმიტომ, რომ პუერტო-რიკოს ღრმული უკიდეგანოდ ღრმაა და ჩუმია. ამიტომაც შავ ყუთებს, ტვირთებს და ცხედრებს ძალიან იშვიათად პოულობენ, როდესაც გემი ან თვითმფრინავი იქ იძირება. საქმე იმაში არ არის, რომ არ ვიცით მათი ადგილმდებარეობა, არამედ იმაში, რომ იქ ჩასვლას ვერასდროს ვახერხებთ. ზღვა თავის საიდუმლოებებს ღრმად ინახავს. ზოგი გაუჩინარება ბერმუდის სამკუთხედში სინამდვილეში არც კი მომხდარა. 1970-იან წლებში ავტორმა ჩარლზ ბერლიცმა ბერმუდის სამკუთხედი პოპულარული გახადა თავისი თხზულებებით, თუმცა ხშირად აყალბებდა ფაქტებს ან წარმოდგენებს ქმნიდა გამოგონილ დეტალებზე. ის ამბობდა, რომ ზოგი გემი დაკარგული იყო მაშინ, როცა სინამდვილეში მოგვიანებით ამ გემებს პოულობდნენ. თარიღებს აერთებდა, რათა ამბები უფრო შემაშფოთებელი და დრამატული გაეხადა. შემდგომი ჟურნალისტული კვლევებით დადგინდა, რომ ბევრ ეგრეთ წოდებულ საიდუმლო საქმეს ჩვეულებრივი ახსნა ჰქონდა, თუმცა ეს ამბავი ძალიან ცოტამ თუ იცოდა. რატომ იქცეოდა ის ასე? იმიტომ, რომ საიდუმლოებები უფრო კარგად იყიდება და უკვალოდ გაქრა უფრო ლამაზად ჟღერს, ვიდრე ქარიშხალმა ჩაძირა ცუდი გამძლეობის გამო. ლეგენდა ფაქტებზე სწრაფად გავრცელდა. ბერმუდის სამკუთხედი არ არის მხოლოდ საიდუმლოება, ეს არის მარკეტინგული და გენიალური გამოგონება. მოკლედ და ძლიერად მოქმედი ისტორია. თუ ჯერ კიდევ აქ ხარ, ეს ნიშნავს, რომ მოგწონს ვიდეო. გამოიწერე არხი და გაუზიარა ვინმეს, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა უცხოპლანეტელების, რადგან შემდეგი თეორია იმდენად უცნაურია, რომ თავდაპირველად მეცნიერებსაც კი გაუჭირდათ მასში რწმენის პოვნა. მფრინავ ბრიუს გერნონს უბრალოდ ქარიშხლის გავლით არ უფრენია. ის ამბობდა, რომ დროის გასწვრივ დაფრინავდა. 70-იან წლებში ბერმუდის სამკუთხედის ზემოთ გადაფრენის დროს მან აღწერა ზამბარის ფორმის ღრუბლების გვირაბი, რომელშიც მისი თვითმფრინავი გადიოდა. როცა გარეთ გამოვიდა, მისი ხელსაწყოები არასწორად მუშაობდა და რაღაცნაირად მან რამდენიმე წუთში 100 კილომეტრზე მეტი დისტანცია დაფარა. და ის არ იყო ერთადერთი, ვისაც ასეთი ამბავი გადახდა. სხვა მფრინავებსა და მეზღვაურებსაც ჰქონდათ უცნაური გამოცდილებები ბერმუდის სამკუთხედში. მათთვის დრო თითქოს უცნაურად იცვლებოდა. ვარსკვლავები ციდან ქრებოდა, ხოლო საათები მოულოდნელად სხვა დროს აჩვენებდნენ. ფიზიკოსები ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებული ჭიაყელის ხვრელები ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა სრულიად გამორიცხულიც არ არის. მართლაც ატმოსფერული წნევის სწრაფმა ცვლილებამ ან ელექტრონულმა გამომართვებამ შეიძლება შეგვიქმნას იმის დაბეჭდილება, რომ დრო აირია, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში არაფერი ზებუნებრივი არ მომხდარა. ხანდახან პარანორმალური მხოლოდ ჩვენი აღხმის კუთხეა. ან საათი იტყვება, ან ჩვენ გვეჩვენება ასე. თუ თქვენი კომპასის ჩრდილოეთზე მიგითითებთ, ყველაფერი წესრიგშია, ხომ ასეა? დაახლოებით, არსებობს ორი ტიპის ჩრდილოეთი, ნამდვილი ჩრდილოეთი, იგივე გეოგრაფიული ჩრდილოეთი, ჩრდილოეთის პოლუსი და მაგნიტური ჩრდილოეთი, სადაც კომპასი მიუთითებს. ამ ორს შორის ხშირად განსხვავებაა, ამიტომ მეზღვაურებს და პილოტებს ასწავლიან მაგნიტური გადახრის გამოთვლას იმისთვის, რომ დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ. ეს არის სხვაობა ნამდვილ და მაგნიტურ ჩრდილოეთს შორის, მაგრამ ბერმუდის სამკუთხედში არის იშვიათი ზონები, სადაც მაგნიტური და ნამდვილი ჩრდილოეთი უცნობრად ერთმანეთს ემთხვევა. თავდაპირველად ეს შეიძლება კარგ ნიშნად მოგვეჩვენოს, მაგრამ რეალურად საშიშროება იმალება. ამან შეიძლება პილოტებს და მეზღვაურებს მცდარი ინფორმაცია მისცეს. შედეგად მათ შესაძლოა გამოტოვონ მნიშვნელოვანი გათვლები და სწორი კურსიდან მკვეთრად გადაუხვიონ. წარსულში ბევრი მეზღვაური და პილოტი არ იცხმობდა ამ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან განსხვავებას ნამდვილ და მაგნიტურ ჩრდილოეთს შორის. ისინი სრულიად ენდობოდნენ კომპასს და ვერ აცნობიერებდნენ, რომ ნელ-ნელა კურსიდან გადადიოდნენ. ახლა წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი მოულოდნელ შტორმშიან დაძაბულ სიტუაციაში. მარტივად შეიძლება კატასტროფამდე მივიდეთ. დღესდღეობით თანამედროვე GPS სისტემა ამ პრობლემას აგვარებს. მაგრამ წლების განმავლობაში ბევრი ადამიანი მხოლოდ ინსტრუმენტებს ეყრდნობოდა, რაც ზოგჯერ საბედისწერო შეცდომას იწვევდა. ბერმუდის სამკუთხედში კომპასზე ზედმეტად დაყრდნობა ხშირად სიცოცხლისთვის სახიფათო იყო. კომპასი არ ტყუდა, უბრალოდ შეცდომაში შეყვანდა ხალხი.
მაშინ, როცა არც სატელიტები არსებობდა და არც GPS-ი, კარიბის ზღვის მიდამოებში ცხოვრები ადგილობრივი ტომები, მაგალითად ტაინოები, ნარატყვებოდნენ ზღვის იდუმალ და საშიში ისტორიებს. მათ გადმოცემებში საუბარი იყო მჭამელ წყლებზე, რომლებსაც, როგორც ამბობდნენ, შეეძლოთ გემები მთლიანად ჩაეყლაპათ. ლეგენდებში ჩნდებოდნენ შფოთიანი სულები, უცნაური მზინავი ნათებები, რომლებიც ამით ტალღებზე ციმციმებდნენ და კომპასები, რომლებიც ასევე უაზრო ტრიალებდნენ. თითქოს ცა სულებით იყო სავსე. ეს ყველაფერი უბრალო ზღაპრები არ იყო. ეს იყო გადარჩენისთვის აუცილებელი გზავნილები, მითებად შებუთული გაფრთხილებები, რომლებიც თაობიდან თაობას გადასცემდნენ ამ ინფორმაციას. მითი იყო, ლეგენდა თუ საშიში ბუნებრივი მოვლენა ის ხალხს მაინც აფრთხილებდა საფრთხის შესახებ. მათ ცოდნას საფუძვლად ედო საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება, ზღვასთან თანაცხოვრება, ყოველდღიური ბრძოლა და დაკვირვება. ისინი არაერთხელ შეხვდნენ ძლიერ დინებებს, რომლებიც უეცრად იცვლიდა მიმართულებას. ესმოდათ უცნაური ხმები, რომლებიც ზღვის ღრმა წყალქვეშა ხეობებიდან მოდიოდა. იცოდნენ, რომ ხშირად სავსებით 7 ზედაპირ ქვეშ საშიში რიფები იმალებოდა, რომელსაც გემები ეჯახებოდნენ. დღესდღეობით ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ეს ლეგენდები შესაძლოა დავიწყებული მეცნიერული ჭეშმარიტებები იყოს, ადრეული გაფრთხილებები ბუნებრივ საფრთხეებზე, რომელთა სრულად გაგებას მხოლოდ ახლა ვიწყებ. ლეგენდა ხშირად თვითონ ბუნების ხმაა, გადმოცემული თაობიდან თაობაზე. წარსული ჩურჩულით გვაფრთხილებს, მაგრამ ხშირად არ უსმენთ. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სტრატეგიის ნაწილი. ზოგიერთი ასეთი საიდუმლო ტესტი უშუალოდ იწვევდა პრობლემებს. კომპასები უკონტროლო ტრიალებდა, რადიოკავშირი რღვეოდა, თვითმფრინავები კი ხშირად გზას ცდებოდნენ. მოსახლეობა, რომელიც ახლომდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა, ხშირად ხედავდა უცნაურ ნათებებს საში, ან ესმოდათ გაურკვეველი უცნაური ხმები, მაგრამ ახსნას ვერ ახერხებდნენ. ეს არ მოდიოდა უცხოპლანეტელებისგან ან მისტიკური პორტალებისგან. იყო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სტრატეგიის ნაწილი, სრულიად საიდუმლო ექსპერიმენტი ატლანტიკის ერთ-ერთ ყველაზე კონტროლირებულ და დაფარულ ზონაში. ნამდვილი საიდუმლო კი ისაა, რომ რამდენი ისტორიაა და მისია, რაც დღემდე არ გაუცხადებიათ ხალხისთვის. საიდუმლოებები ხშირად ტოვებს ჭრდილს, მაშინაც კი, როცა სიმართლე უკვე წარსულია. ამ სამხედრო სავარჯიშოების დროს დაფიქსირებული მაგნიტური ანომალიები კომპასებსა და რადიოკავშირზე ახდენა გავლენას. ეს ქმნიდა დროებით ბრმა ზონებს, სადაც გემები და თვითმფრინავები სრულად კარგავდნენ ორიენტაციას. ზოგი მოხსენება მიუთითებს, რომ საიდუმლო სამხედრო აღჭურვილობამ შესაძლოა უნებლიე ავარიები გამოიწვია. შემდეგ გახდა ზოგი გაუჩინარების მიზეზი. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების დუმილმა მხოლოდ გაამძაფრა ჭორები და შეთქმულების თეორიები. ზოგი უცხოპლანეტელებზე საუბრობდა, ზოგი სახელმწიფო საიდუმლოების დაფარვაზე, მაგრამ სიმართლე ბევრად უფრო მიწიერია. ხანდახან თვითონ ადამიანის მიერ შექმნილი ტექნოლოგია იწვევს ისეთ ქაოსს, რომელთან გამკლავებისთვისაც მზად არ ვართ. ოკეანე მხოლოდ ბუნების საიდუმლოებებს კი არ მალავს, ის ჩვენს ადამიანების შეცდომებსაც ინახავს. 2015 წელს პირველად ისტორიაში სატელიტურმა სისტემამ რეალურ დროში დააფიქსირა, როგორ გაუჩინარდა სავაჭრო ერთმზიდი გემი ბერმუდის სამკუთხედში. გემი მიემართებოდა მაიამიდან პუერტო-რიკოსკენ, როცა მოულოდნელად გაქრა რადარებიდან და სატელიტურმა გამოსახულებებმა აჩვენა, როგორ წარმოიშვა მის გზაზე უცბად წარმოქმნილი ძლიერი ქარიშხალი. გემიდან გაგზავნილ საგანგებო სიგნალებს არასდროს მიუღწევია დანიშნულებამდე, როდესაც სამაშველო ჯგუფი ბოლო ცნობილ პოზიციაზე მივიდა, იქ არაფერი იყო. არც ნამსხვრევები, არც საწვავის კვალი, არც გადაჩენილები. მთელი ჩვენი ტექნოლოგიის მიუხედავად ზოგი დღესაც უჩინარდება. ზღვამ კი ყველაფერი წაშალა. მეცნიერებმა გაანალიზეს სატელიტური მონაცემები და ამინდის ნიმუშები და დაასკვნეს, რომ გემი სავარაუდოდ გიგანტურმა ტალღამ და შესაძლოა ამავე დროს მომხდარმა მეთანის აირის ამოფრქვევამ რამდენიმე წუთში გადააბრუნა. ეს შემთხვევა გარდამტეხი მომენტი იყო, პირველად ტექნოლოგიამ შეძლო ისეთი ინციდენტის დაფიქსირება და ახსნა, რომლებიც წარსულში მხოლოდ ზებუნებრივ მოვლენებად ითვლებოდა. თანამედროვე მეცნიერება ლეგენდებს ციფრებად აქცევს. წლების მანძილზე გავრცელებული ლეგენდების საეჭვო ვარაუდების და შიშის შემდეგ ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოება სინამდვილეში ბუნებრივი მოვლენების, ადამიანის შეცდომებისა და მედიის ხანდახან გადაჭარბების ნაზავია. ხოპლანეტელთა ბაზები და დროის გაყალბება არ არსებობს. არსებობს მხოლოდ დიდი საშიში ტალღები, მაგნიტური ველის ცვლილებები, მოულოდნელი ქარიშხლები და ღრმა წყალქვეშა ხეობები, რომლებიც გემებს მთლიანად ყლაპავს. მაგრამ მაინც ბევრს ეს საიდუმლოებად ამბები იზიდავს. ალბათ იმიტომ, რომ ზოგი საიდუმლო გვაგრძნობინებს რამდენად პატარა და უსუსური ვარ დიდ გაუგებარ სამყაროში. სიმართლე შეიძლება ნაკლებად სანახაობრივი იყოს, მაგრამ ბევრად საინტერესოა. ის გვასწავლის, რომ ბუნების ძალამ და ჩვენმა შეცდომებმა შეიძლება გამოგონილ ამბებსაც კი გადააჭარბოს.